ერთი ახლა აუცილებლად დაგისვათ ეს კითხვა გურულებს რა და მე მგონი რომ ძალიან საჭირო კითხვა არის ახლა ზუსტად ამ მომენტში არის საჭირო კითხვა, იმიტომ რომ იძირება ფაქტობრივად თოლში გურია და ხედავთ კარგად რა მდგომარეობაც არის და აგერ ახლა ეს ნანუკას ფონდმა რომელმაც 200,000 ლარზე მეტი შეაგროვა გურულებისთვის სხვათა შორის და დარწმუნებულები იყავით რომ ეს ფული არ არის ქართული ოცნების მხარდამჭერებისგან მიცემული ფული, ეს არის ამ აქციის მონაწილეებისგან და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისგან, იმიტომ რომ ბუნებრივია ნანუკა თვითონ არის ოპოზიციურად განწყობილი და ცხადია ხო რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი მას ფულს არ მისცემს, ხო? 200,000 ლარზე მეტი არის შეგროვებული და ხალხი მოდის თბილისიდან სპეციალურად ეძებენ მანქანებს რომ გადმოლახონ ეს ისეთი გამწეობა რომ კონდეს გადმოლახონ ეს თოვლი მოაღწიონ თქვენამდე მოგიტანონ საჭმელი მოგიტანონ წამალი რაღაცნაირად გამოგიყვანონ ამ მდგომარეობიდან და თქვენ რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლიდან არჩევნები რომ არ ყოფილა გურიაში წაეგო რომელიმე არჩევნები წარმოიდგინეთ. პრეტენზია რატო არ გიჩნდებათ იმ ქართულ ოცნებასთან მაინტერესებს რა. ჩვენ ხელისუფლებას ფულს ვუხდით ზუსტად იმის გამო, ვქირავთ ხელისუფლებას. ის არის დაქირავებული ზუსტად იმის გამო, რომ აი ასეთი ინციდენტები როცა მოხდება, როდესაც მოქალაქეს საფრთხე ექმნება, უზრუნველყოს ის რომ ელემენტარულად სახლიდან გამოდიოდეს და მაღაზიამდე მისვლა შეეძლოს, რომ მიცვალებული მიიყვანოს სასაფლაომდე და დაკრძალოს. ხომ ასია? ამისთვის ყავს ჩვენ მთავრობა, ხელისუფლება, ამიტომ გვაქვს სახელმწიფო სისტემა, რომ ეს ყველაფერი გამართული უნდა იყოს ელემენტარულად, რომ დენი გქონდეს და ელემენტარულად რომ არ გაიყინოს შენ შვილებთან ერთად და უწამლოთ არ იყო და უსაკვებოთ არ იყო. ამას ხომ უნდა აკეთებდეს ხელისუფლება. აი პირველი რომ ირბიხარ იმ საარჩევნო უბანთან და სულ რო გამარჯვებულია ეს ქართული ოცნება მანდ. ახლა პრეტენზია რატო არ გიჩნდება, რატო არ ასეთ მდგომა? ცოტა სინდის და ნამუსის საკითხი ხომ არ არის ეს ყველაფერი მართლა მაინტერესებს. ანუ საქმეზე რომ მიდგება უკიდურეს სიტუაციაში რომ აღმოჩნდები ისე რომ სიკვდილის სიცოცხლეზე მიგიდგება საქმე, მაშინ მზად ხარ იმ ადამიანების რომლებიც ქუჩაში იყინებიან, იმ ადამიანების ნაკოწიწები რაღაცა იმეებით რა ქვია ფულით გადარჩე გაიტანო თავი. მაგრამ ის კი არა რომ ერთხელ სიტყვა ამოიღო და დაატრიალო რომ ასეთ მდგომარეობაში მე მოქალაქე არ უნდა ვიყო. მე ღირსეულად უნდა შემეძლოს თუნდაც ესეთ პირობებში რომ ელემენტარულად მშიერი არ ვკვდებოდე, უწამლოთ არ ვკვდებოდე, დედაჩემს რომელსაც კიბულაკ ტკივილებისგან არ იტანჯებოდეს რაღაცა ერთგათოვების შემთხვევაში და ელემენტარულად ტრაქტორი მომიყვანო, მიცვალებული რომ ყავს სახლში და ლამის ერთი კვირა რომ მიცვალებული მიწევს სახლში რომ ტრაქტორი მომიყვანო, გზა გამიწმინდო რომ მივიყვანო ჩემი მიცვალებული და დავმარხო, იმის მაგია რომ ეს კითხვები დასვათ, დგახარ და რაღაცას წუწუნებს და რაღაცა მოთქვამ და გოდებთ. იცით როდის იქნება ნორმალური ქვეყანა, აი როცა შენ მიდიხარ არჩევნებზე, ხმას აძლევ ხელისუფლებას და მე იმ ხელისუფლებას თხოვ. ხვდები, სთხოვ, ცალფაზიანივით კი, კაია, მონურად კი არ უქნევ თავს. უნდა მოსთხოვო, გესმის, იმიტომ რომ ის ხელისუფლება დაქირავებულია და ვერასდროს უკეთესი ვერ იქნება, თუ არ მოსთხოვ მოქალაქე, თუ ხარ მოდუნებული და თუ არ გაგაჩნია არანაირი მოთხოვნა, თუ არ გაგაჩნია არანაირი რეაქცია ასეთ სიტუაციაში, მაშინაც კი როცა შვილი მშიერი გიკვდება და ხმას მაინც არ იღებ, რა თქმა უნდა ის ყოველთვის გადაგჯეგავს და გადაგთელავს და არასდროს არ დაინტერესდება შენით, ხვდები? ეს არის ახლა ძალიან საჭირო, აი ზუსტად ახლა ეს ის დროა, როცა უნდა დაფიქრდეთ ესეთ რამეებზე რა. უნდა დაფიქრდეთ ესეთ რამეებზე. ხვალ შეიძლება კაცო, სხვა რაღაცა მოხდეს, ხვალ შეიძლება წყალდიდობა მოხდეს, წაგიღოს საერთოდ წყალმა. რა ვინ იქნება ნორმალურ ქვეყანაში თქვენ იცით რომ ესეთ პირობებში ყველა ზარალს აბსოლუტურად, რასაც ამ სტიქიურ უბედურებებში იღებს მოსახლე, ხელისუფლებები ანაზღაურებს ამ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებს უზრუნველსაყოფად. ეხლა შეხედეთ საკუთარ მდგომარეობას, როგორ ხარ ჩამარხულები მაგ თოვლში, როგორ გშიათ, როგორ ხართ უწამლოთ, როგორ მორბის თბილისიდან ეს ადამიანები რომ რაღაცა მოგიტანონ და გადაგარჩინონ და კარგად დაფიქრდით იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც თქვენ გურულები უპირველეს ყოვლისა პირველები აძლევთ ხოლმე ხმას.